დახასიათება და თქვენ ნახავთ ნახევარი საბუთს ვერ მოიტანს. ან გაშვებულია, ან ის შემოგზავნილი იყო, ან და ბევრი რამ ახლა აქ ვერ ვიტყვი ბევრ რამეს. მაგრამ დამერწმუნეთ რომ რატომ არის კომპანიებში პრობლემა. კომპანიებში იმიტომ არის მარი პრობლემები, რომ დამფუძნებლები არიან და არ ერევიან, ხო? 27 წლის მერე დამფუძნებელი ვარ, ხო? არ ერევიან და უნდა ჩაერიონ. უნდა დამფუძნებელი ჩაერიოს და დირექტორი უნდა აკონტროლოს რეალურად. და დირექტორს უნდა უთხრას, რომ კაცო, შენ როცა ადამიანს ღებულობს სამსახურში, მოდი გადაამოწმე ეს. აი უყურე როგორ არის. ჩემი სამსახურიდან მიდიან უშვებ ჩვენ, იმიტომ რომ იმან ისეთი რამ გააკეთა, რომ ვერ გავაჩერებ სამსახურში. და მიდის ჩვენს კონკურენტთან და იქ ყვება ყველაფერ ჩვენ ამბავს. იქიდან ჩვენთან მოდიან და ზიან და ყველაფერს მოგიყვებიან. აი ეს არის უბედურება. ეს არაფრით არ შეიძლება. ამიტომ არის ერთი რამ. სად არის ახლა უსაფრთხოების სამსახური? რომელ კომპანიას ყავს საქართველოში უსაფრთხოების სამსახური? არც ეს. იმიტომ რომ კანონით აკრძალულია რა, როგორ უნდა გადაამოწმო ახლა შენ კოტე მაგალითად საიდან როგორ უნდა გადაამოწმო? მითხარი ვერ გადაამოწმო, იმიტომ რომ ხელი არსად არავის არ მიუწვდება. ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი არის ბოლო სამსახურიდან მოატანიე ცნობა დახასიათება და რომ მოგიტანს ისიც გადაამოწმე. ეს არის თუ არა ნამდვილი. და თქვენ ნახავთ ჩათვალე ნებისმიერ კომპანიაში 20% მაინც 30% მაინც ცნობას ვერ მოიტანს. რატომ? იმიტომ რომ ეს ჩვენ ბევრჯერ გადავამოწმეთ და ბევრჯერ გავაკეთეთ. ერთ მაგალითს მოგიყვებით. ერთი გოგონა ერთი სამსახურიდან გამოაგდეს. და რომ ითხრა გამომაგდესო, მეწყინა. და ყველაფერი გაუკეთე მას. ყველაფერი გაუკეთე, რომ მას დაჩაგრულა თავი არ ეგზო. მაგრამ რაც მეტი პატივი ვეცი, ხოიცი ნათქვამი როა. წყილსო, ფეხზე დაისვამო და თავზე რო აცოცხლებაო, ეს მოვიდა და ჩვენც დაჩქარებული წესით გავუშვით. წარმოიდგინე ერთი ახალგაზრდა გოგონა ერთი სამსახურიდან გამოაგდეს და მე ადამიანი